კარმის კანონი, ანუ მისის შედეგობრიობის კანონი მუშაობს დროს სივრცულ გადაკვეთაზე. სივრცე ფიქსირებულ ენერგეტიკულ ცენტრებს განსაზღვრავს, როგორც სამყაროში, ასევე ჩვენში. და სამყაროში ესეთი ენერგეტიკული ცენტრები არის, სადაც შემდგომ უკვე საკულტო ობიექტები შენდება, ტაძრები, საკურთხევლების ალოცავები. ანუ სივრცული ცენტრები ეს არის. ადამიანში რომელია ეს ენერგეტიკული ცენტრები? რა თქმა უნდა, ეს ჩაკრული, 7 ჩაკრა, ცენტრალური, მაგრამ ამას გარდა უამრავი ენერგეტიკული ცენტრი გვაქვს, ხო ჩვენ? ეს არის სივრცისა და კარმის გადაკვეთა. ხოლო მეორეს მხრივ კარმა გადაიკვეთება, მისი შედეგობრიობა გადაიკვეთება დროსთან. ამ შემთხვევაში საქმე ეხება უკვე სასიცოცხლო ციკლებს, სასიცოცხლო რიტმებს, ამას უკვე რიტმებს ვეძახით ჩვენ. და აი ეს სასიცოცხლო რიტმები რა არის? ჩვენი დაბადება, გარდაცვალებას, ასაკობრივი რიტმები, ქალის შემთხვევაში ეს ქალური ციკლები, ხო? მამაკაცის შემთხვევაში კიდე სხვა ციკლები, ანუ ყველა ის სასიცოცხლო ციკლი, რომელიც გაგვაჩნია ჩვენს ორგანიზმს ბიოლოგიურად გააჩნია. და უკვე აი ეს ციკლები სამყაროსეული ციკლებზე ასევე მიბმული. ეს უკვე ეხება დიდ კოსმიურ ციკლებს, რომელიც ვთქვათ, უფრო პატარათი დავიწყოთ, კალენდარული ციკლებია ესეთი, ზის ციკლები, მთვარის ციკლები, ესენი ფუნდამენტურად განსაზღვრავენ ჩვენს ბიოლოგიურ სხეულს და მენტალურ, ემოციურ სხეულს და უფრო რომ გავაფართოვო ახლა ეს კალენდარული რიტმული ციკლები, დიდი სამყაროსეული ციკლები, ანუ კოსმოგონიური ციკლები, როდესაც ვთქვათ, ვედურ კულტურაში ამას ქვია, ვედურ ცოდნებში მაჰა-იუგას დიდი ციკლი, რომელიც თავის თავში 4 კიდე იუგას მოიცავს. ყველაფერი, რაც არის სამყაროში, ატომიდან დაწყებული, ფიზიკურ სამყაროში ატომიდან დაწყებული, დიდი კოსმოსით დამთავრებული ემორჩილება ციკლებს, ანუ ციკლურობის კანონს. ციკლურობა რა არის? ანუ თვითონ ეს სიტყვა იშიფრება როგორც წრეზე ტრიალი, ხო? და ამას ქვია არქეტიპულად მარადიული დაბრუნება. თუ ჩვენ ან ვიყენებთ აი ამ ციკლებს, ან და ჩვენ თვითონ ვშიფრავთ და ვმართავთ, ან პირიქით აი ეს ციკლები ჩვენ გვმართავენ. ყველაფერი, რაც მზეს და მზის რიტმებს უკავშირდება, ყველაზე უფრო ძალიან ვლინდება მამაკაცურ ხასიათში, მამაკაცურ ციკლებში. ხოლო რაც მთვარის ციკლებიდან მომდინარეობს, ეს ქალურ ციკლებს განსაზღვრავს და ქალს აქვს ის უპირატესობა მამაკაცისგან განსხვავებით, რომ მას აქვს ის ციკლი, ქალური მენსტრუაციული ციკლი, რომელიც მთვარის ციკლზეა მიბმული და ეს უპირატესობა მას იმიტომ ერგო წილად გარე სამყაროსაგან, რომ და ეს მუდმივად განახლებადი ციკლია, ხო? ანუ მთვარის ციკლთან ერთად ქალი ახლდება, სასიცოცხლო ციკლს აახლებს. და აი ამ პირდაპირ შეუძლია ქალურ ენერგიებს განაახლოს თავისი კარმული ისინი ეპიზოდები, კარმული სამუშაოები პირდაპირ მიაბას მთვარის ციკლებს. ქალს ახლა ეს იმიტომ აქვს ეს უპირატესობა, რომ მას გაცილებით ისეთი მძიმე ფუნქცია აკისრია, მძიმე, კაცობრიობის გაგრძელება და მისი ქალის ორგანიზმი მოითხოვს ზუსტად აი ამ მარადიულ განახლებას. მამაკაცის შემთხვევაში ის მიბმულია მზის ციკლებზე და მამაკაცს შეუძლია თავისი კარმული ციკლები განაახლოს, დაამუშავოს, შეცვალოს, პირდაპირ მიაბას მზის ბუნიობებს, მზის ციკლებს და აქ ვთქვათ, ისინი სურიას ვედურ კულტურაში პირდაპირ მზის ღვთაება სურიაზე არის ძალიან ბევრი მედიტაციები და ციკლები და ისეთი პრაქტიკები მიბმული. თუმცა აქვე გეტყვით, რომ თუ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს თავზე,
იოგას პრაქტიკებით, მედიტაციური პრაქტიკებით, ან ტრანსცენდენტული მედიტაციები და ნებისმიერი სულიერი პრაქტიკებით, თავისთავად ცხადია, ჩვენი მიზანი რა არის? დაბალანსება ინის და იანის ჩვენში, ხო? იმას იწვევს, რომ ჩვენ აუცილებელი არ არის, რომ ვიყოთ, თქვათ, მამაკაცი და მზის ციკლებზე მივებად, ან ვიყოთ ქალი და მთვარის ციკლებზე მივებად, როცა ჩვენ ვამუშავებთ ყველა ენერგიას, ასეთ დროს აღარ აქვს ეს მნიშვნელობა, ბალანსდება, ყველაფერი ბალანსდება და ვიყენებთ ნებისმიერ ციკლს ვიყენებთ ჩვენ და სასარგებლოდ.